ბრუნდებით ეთერში, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალ წელს და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, ირაკლი საღინაძე, სცენარისტი, დათო კობზირიძე, ტაბულას ავტორი და მძიმე კაცის შემქმნელი თუ შემოქმედი, როგორც ისურვებ, ბაჩა მალაზონია, ტაბულას არტ-რედაქტორი და ბიძინა ბარათაშვილი, ჟურნალისტი. დიდი მადლობა ჩემთან მოსვლისთვის. მადლობა თქვენ. გილოცავთ თქვენც დამდეგ ახალ წელს. დღევანდელი ამ ნაწილი ამ ნაწილის თემა არის სპორტი. მე ეჭვი მაქვს და ვშიშობ, რომ სუფრის მშვენების სტატუსით უნდა შემოვიფარგლო, თუმცა ჩემი რაღაც პრეფერენციები მეც მაქვს სპორტულ სამყაროში, ჩემთვის გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რასაც თავიდან ბოლომდე უყურე იყო, როდესაც კლიჩკომ სცემა პოვეტკინი მოსკოვში და მისი ამოვნე და თან წყოშიც მოვიხიბლე თვითონ ამ კლიჩკოთი, იმიტომ რომ მანამდე ნანახი მყავს მე კლიჩკო რაღაც კოსტუმში და ხა არანაირი რაღაც ემოცია რო აი როგორია არ აღუძრავ ჩემში, მაგრამ რინგზე რო დავინახე თავისი რაღაც ტრუსებით ბოქსერებით, პუტინსაც თუ აი ჩემთვის ახლა თითქოს პუტინს ცემდა, იმიტომ რომ იქ აი მიხალკოვის სახეს ხედავდი დაძმარულს და აი რაღაცა და მე ხვდები რომ აი მე იყო კაი სისუსტის გამოვლინება თუ რაღაცა კი სისუსტის გამოვლინება თუ რაც არის არ მენაღვლება მეს, მაგრამ ძალიან გამიხარდა რომ მოსკოვში რუსი ბოქსერი სცემა უკრაინელმა 12-ვე რაუნდს უყურე. კარგმა ადამიანმა ყველას თავიდან ბოლომდე უყურე. ჩემი მეგობრის დაჟინებული თხოვნით თავიდან არ შევდიოდი და მოდი მეძახა ლევან რაზმაძე მეძახა მოდი და სადღაც აი პირველი რაუნდის შუაში შევედი და აი 12 რაუნდი ვერ მოვწყდი ესე თან ბოლომდე გაგრძელდა ხო? და ვერ მოვწყდი უყურე ბოლომდე. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ტაბულას აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, გასული წლის სპორტული მოვლენები, ყველაზე მნიშვნელოვანი და ამის შემდეგ განვაგრძოთ საუბარი, უბრალოდ გასაგებია რომ სპორტია საუბრის მთავარი თემა, მაგრამ შეგვიძლია რომ სპორტს გავცდეთ და ყველამ აღნიშნოთ რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური, ნეგატიური თუ როგორი მოვლენაც გასულ წელს და რას ისურვებდით 2014-ში, თუ შეიძლება რომ ვნახოთ გასული წლის სპორტული მემოხილვა. შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირის დრამატულ ფინალში მძიმე ბრძოლაში დაამარცხა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და 77 წლის განმავლობაში ტურნირის მომგები პირველი ბრიტანელი გახდა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2013 წლის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ მაიამი ჰიტი გახდა. ასევე მეორედ მოიპოვა ფინალების MVP-ის ტიტული მეფე ლებრონ ჯეიმსმა. ერიკ სპოელსტრამ ლეგენდარულ გრეგ პოპოვიჩს სამწვრთნელო დუელში ანგარიშით 4-3 მოუგო. And this for Miami, the largest. Here's Robin. Ribéry raising their game if they can. And Robin could really raise the roof here. 25 მაისს მიუნხენის ბაიერნმა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის ბორუსია ანგარიშით 2-1 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი არსებობის ისტორიაში მეხუთედ მოიგო. 4 სეზონის განმავლობაში ბაიერნი ლიგის ფინალში მესამედ გავიდა და საბოლოოდ უემბლიზე გამარჯვებას იზეიმა. To continue his great personal record here at Wembley. 2013 წლის 8 მაისს სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ასე დასრულდა ლეგენდარული სპეციალისტის 27 წლიანი მანჩესტერული ისტორია მწვრთნელის რანგში. ახლა შოტლანდიელი იუნაიტედის დირექტორია და უკვე ამ პოსტზე ეცდება გამოადგეს პრემიერ ლიგის ყველაზე ტიტულოვან კლუბს. I said don't defend me anymore. ტელეწამყვან ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში ლეგენდარულმა ველომბრბოლელმა ლენს არმსტრონგმა სენსაციური განცხადება გააკეთა. ტურ დე ფრანსის 7 გზის გამარჯვებულმა აღიარა, რომ 7-ვე შემთხვევაში იყენებდა აკრძალულ ნივთიერებებს, ეგრეთ წოდებულ დოპინგს. ჯეისონ კოლინზი პროფესიონალური ამერიკული სპორტის ისტორიაში პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდა, ვინც ღიად განაცხადა, რომ გეია. მოთამაშეს თანადგომა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს. პარაოლიმპიური თამაშების 6 გზის ჩემპიონი ოსკარ პისტორიუსი საკუთარი შეყვარებულის მკვლელობაში დაადანაშაულეს. გუგლის საძიებო ქსელში პისტორიუსი 2013 წლის ყველაზე განხილვადი სპორტსმენი გახდა. 19 აგვისტოს სასამართლომ სამხრეთ აფრიკელ სპორტსმენს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ოფიციალურად წაუყენა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში უკვე მეორე დიასპარეზა. გუნდს NBA-ში მილუოკი ბაქსისა და ბრუკლინ ნეტსის რიგებში მოთამაშე კალათბურთელები ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია გამოაყდნენ. ამის გათვალისწინებით იგორ კოკოშკოვის გუნდმა კარგი შტაბ-ჭრილება დატოვა. ტურნირზე გამარჯვებაც მოიპოვა და ორი ლიდერის გარეშე ჯგუფიდან ვერ გავიდა მოულოდნელობა არ ყოფილა. დინამო თბილისმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მე-14 ჯერ მოიგო. ეს რეკორდული შედეგი დედაქალაქურმა კლუბმა დუშან უხრინ უმცროსის ხელმძღვანელობით დააფიქსირა. საქართველოს 19 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. ასეთი რამ აქამდე მხოლოდ ერთხელ 1999 წელს მოხდა. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა. საქართველოს გუნდი სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრება. მოგვიანებით იგივე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს მთავრობამაც. ის რამდენიმე ქართველი სპორტსმენი, ვისაც ოლიმპიადაზე ასპარეზობის ლიცენზია აქვს მოპოვებული, აცხადებდა, რომ თუ ქვეყანა მიიღებდა გადაწყვეტილებას სოჭი 2014-ისთვის ბოიკოტირების შესახებ, ისინი მას დაემორჩილებოდნენ. საბოლოოდ ასე არ მოხდა და ქართული დელეგაცია სოჭში გაემგზავრება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად დაამარცხა საერთაშორისო რაგბის საბჭოს რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფი გუნდი. სამოა ძლიერ ნაკრებს ბორჟღალოსნებმა 2013 წლის 23 ნოემბერს 16-15 ძლიერს. წელს საქართველოს ჯიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ჯერ ევროპის, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტშიც და რიო-დე-ჟანეიროშიც ქართველები ფინალში რუსეთის ნაკრებს შეხვდნენ და ორივე შემთხვევაში დაამარცხეს. განვაგრძო საუბარი, მე ჩემი შეცდომაა, ჯიუდო გამორჩა, ესეც კარგად დამამახსოვრდა უბრალოდ კლიჩკო უფრო ახალი იყო და ამიტომ პირველი ეს ამომიტივდა რა ვთქვი, თუმცა ამითიც თვისი ამოვნე, ოღონდ ქართველი როდესაც თამაშობს განსაკუთრებით რუსთან ამას ვერ უყურებ, იმიტომ რომ ძალიან განვიცდი. კალათბურთს უყურებდი ესე ქართველ კალათბურთის იმაში ვიყავ, მუხლები დავიტყავე საერთოდ, ძალიან ემოციურად უდგები. მე მგონი კარგია რომ სპორტს არ ვადევნებ თვალყურს, იმიტომ რომ სრულიად გიჟი ვიქნებოდი, ბატონო? დიცი ამოვნებას კარგავ. დიცი ამოვნებას კარგავ, მაგრამ ნერვებს ვზოგავ. ძალიან ნერვიო, ძალიან განვიცდი. მუხლებს. მოკლედ შევაფასოთ გასული წელი, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ისე მის მიღმა ცხადია თავისუფალ რეჟიმში ვსაუბრობთ და ბუნებრივია არ გზღუდავთ, რომ გაცდეთ ამ შემთხვევაში ამ ნაწილის თემას. კაი, დავიწყებ, მე რაღაც ახლოს ვზივარ და საათის ისრის მიმართულებით მიწევს. არა, მე ბაჩაზე გადავა. ხო, კარგი. დავარღვიოთ ეგეც, თავისუფალი ფორმატია, გასაგებია. ეხლა სიუჟეტს რო უყურე, ხუმრობა გამახსენდა, ადრე ვიხუმრეთ მხიარულთა საზრიანთა კლუბში რო მონაწილეობდი, იმ დროინდელი არის, ესეთი ხუმრობა იყო. ეხლა მოგაწვდით სპორტულ ინფორმაციას ჩეჩნეთში მოჰკლეს სპორტის მინისტრი. ეგეთი ხუმრობა იყო რა. დაახლოებით ეგეთი გამოვიდა სიუჟეტი წლის სპორტულ მოვლენებს განსაკუთრებით ქართველების მონაწილეობით თუ გადავხედავთ, ძირითადად სკანდალებით არის გაჯერებული, იქ რაღაც კალათბურთის ფედერაციაში დაპირისპირება, იქ რაღაც ვიღაცამ ვერ მოამზადა, ვიღაცამ ვიღაცას აგინა, მოკლედ ისე ფეხბურთის ფედერაციაში რაღაცები ხდება. სადღაც დაიგვიანა. მოკლედ სულ ეგეთი თავგადასავლები გვაქვს, ფაქტიურად ყოველდღიურად კლავენ სპორტის მინისტრს ან თავს იკლავს და მოკლედ
ამბები სპორტული თვალსაზრისით ვინ არის? ყიფიანი. ხო და განსაკუთრებული სპორტული სიხარულები არ ყოფილა ამ წელს, მართლაც აი თუ არ ჩავთვლით ძიუდოისტების წარმატებას, კალათბურთელების მორიგ, ასე ვთქვათ, გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე, თითოეულა გამობრწყინებას, გამონათებას, ბრწყინვალება არაფერს შუაშია, გამონათებას სხვა სპორტის სახეობაში, კერძოდ ფეხბურთში, რომელიც დიდი გულშემატკივარიც მე ვარ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ისევ აი ესე, ასე ვთქვათ, სპორტული პრესა დაკავებული არის სკანდალების შესახებ თხრობით. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი აი ასე ვთქვათ ასახვა არის ზოგადად თლიანად შექმნილი ვითარების ქვეყანაში გარდამავალი ეტაპის ხელისუფლების ცვლა და ასე ვთქვათ ამ ხელისუფლების მორიგი გადანაწილება პირდაპირ აისახა სპორტს. მაგრამ ქართულ არც მანამდე გვაკლდა სკანდალები მე მოგხსოვს ხო? არა, სკანდალები არც მანამდე გვაკლდა, მანამდე ასე ვთქვათ დალაგების პროცესი მიმდინარეობდა, ეხლა გადალაგების პროცესი მიმდინარეობს. მოკლედ ისა გვაქვს ესეთი სპორტული პაექრობა, სპორტული ჟინით გაჯერებული პაექრობა უფრო კულისებში მიმდინარეობს, ვიდრე მოედნებზე, ასე ვთქვათ, საქართველოში, მაგით არის ღირსშესანიშნავი. თუმცა სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ სპორტის დეპოლიტიზაციას მიიჩნევს მის მთავარ მიღწევად, თუ არ ვწდები ესეთ რამეს მოვკარი თვალი მის განცხადებას. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით სპორტის მინისტრს განსაკუთრებულ მიღწევებზე არ ვიცი რა აქვს ასაუბრო. ძალიან ესეთ სახიფათო ვითარებაა შექმნილი ქვეყანაში ჩემის აზრით იმ თვალსაზრისით, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარების 2015 წელს, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს მე პირადად და არა მარტო მე, თავად მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს და ბევრ სხვა კომპეტენტურ ორგანიზაციასაც ქვეყანაში აბსოლუტურად შეჩერებული არის რეალურად მზადება. გჭირდება კი სპორტის სამინისტრო ზოგადად, როგორ ფიქრობთ თქვენ? რაღაცა მსგავსი ორგანიზაცია უნდა იყოს, იმიტომ რომ ვიღაცამ თქვათ რაღაცა კოორდინაციის თვალსაზრისით ალბათ გარკვეული აზრი ამ სამინისტროს აქვს. ეხლა ისე რომ გითხრა რომ თქვათ ამაზეა დამოკიდებული სპორტის განვითარება, ეხლა ეს ცოტა გადაჭარბებული მეჩვენება მე პირადად. მაგრამ ეს ბევრ სხვა სამინისტროსთან მიმართებაშიც იგივე აზრის ვარ და მეც. ბაჩა როგორ შეფასებდი გასულ წელს? მაგრამ ბიზნეს რაკეთხვაც დავუსვი, მახსოვს რომ რაღაც გადაცემაში იყო სპორტის მინისტრი და სხვა თემა იხილება, ოლიმპიადის თემა იხილებოდა, სადაც მან განაცხადა, რომ ის არ არის პოლიტიკოსი, ეს რაღაც საინტერესო ფრაზა არის, რომ იქ სხვა დიპლომატები იყვნენ და რაღაც სხვა რანგის და ისინი იყვნენ პოლიტიკოსები და ეს არ იყო პოლიტიკოსი. რადგან სპორტია, მინისტრმა ჩათვალა, რომ ის არ არის პოლიტიკოსი, რაც რეალობაში არასწორია, აბსოლუტურად, იმიტომ რომ ის სწორედ ხო, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკოსი, სწორედ რომ პოლიტიკის გამსაზღვრელია სპორტში. რამდენად საჭიროა, არ ვიცი, სხვა რაღაცები უფრო საჭიროა და მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ამ წელს, ნუ ახლა ისე რომ აიყო მნიშვნელოვანი მოვლენები, არ იყო არაფერი ისეთი, რამაც თქვათ ემოციური დიდი და საინტერესო გზნობები გამოიწვია ძიუდოისტებს თუ არ ჩავთვლით. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განიხილებოდა და რაც მართალია მომავალ წელს ჩატარდება, ეს არის ოლიმპიადა და მასთან დაკავშირებული ასე თქვათ საქართველოს მონაწილეობა, არ მონაწილეობის საკითხი, რომელიც ჩემთვის იყო რაღაც გარკვეული ტესტი იმასთან დაკავშირებით, რამდენად საერთოდ შეგვიძლია აღვიქვათ საქართველოს სპორტი თავისთავად ჩვენი თავი ამ გარემოში. მე ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, შემიძლია თქვა, რომელიც წინააღმდეგი არის იქ წასვლის და მგონია, რომ ეს იმდენად ნათელია, რომ ამაზე დისკუსიაც არ უნდა გაიმართოს, მაგრამ ჩატარდა და გადაწყვეტეს, რომ წავიდე. არ ვიცი, მე მნიშნია, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი საკამათო გადაწყვეტილება. ეს გამოცდილება არსებობს, თქვათ, იგივე თუ ავიღებთ ახლა სპორტსმენების მდგომარეობას, სპორტსმენებისთვის ოლიმპიადა არის ალბათ მთავარი მოვლენა, რაც შეიძლება გასაგები ხო ყველა რაღაცა სამშობლოსთვის თავდადებული გმირობას ვერ მოთხოვს, ანუ გმირობას ვერას ვერ მოთხოვ, გმირი ან ხარ ან არ ხარ და ნუ ყველას უნდა რომ რაღაცა თავისი თავი წარმოაჩინოს იქ, მაგრამ არსებობს ისტორიას ახსოვს შემთხვევები, იგივე მოსკოვის ოლიმპიადა 1980 წლის, როდესაც მაგალითად საფრანგეთმა და ბევრმა ქვეყანამ სპორტსმენები გაუშვა, ისინი ოლიმპიადის ოლიმპიური დროშის ქვეშ ასპარეზობდნენ არ წარმოადგენდნენ ქვეყანას და მათ
ქონდათ შესაძლებლობა საკუთარი თავი გამოევლინათ იქ თუ რამის იყო განიხილებოდა ეს ვარიანტი სხვა შორის არაერთხელ იქნა სხვა დისკუსიებში ხა მაშინ როცა წყდებოდა ეს საკითხი სანამ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ძალიან ბევრ დისკუსიას ჰქონდა ეგ საღიაზრე იყო მაგრამ ახლა ყველა სწორი გამოსავალია იგი ალბათ ეს იქნებოდა იდეალური ვარიანტი იმიტომ რომ ეხლა ეს არის ოლიმპიადა საერთოდ ოლიმპიადის კუბერტანის თავარი ლოზუნგი რომელთაც ტარდება ოლიმპიადები არის რომ თავარი არ არის მონაწილეობა არის თავარი მონაწილეობა და არა ტრიუმფი ამ დევიზით ტარდება საერთოდ ოლიმპიადები ამიტომ ისე რა სპორტსმენისთვის ახლა მიუხედავად იმისა რომ აი მე თათოსთან გადაცემაშიც აღნიშნე ეს რომ მე საერთოდ არ მესმის ზამთრის ოლიმპიადებში რადო დავდივართ ეს უნდა ჩემი პირადი სარერაფე მოსაზრება მაგრამ შეგეკითხებით აქვე ანუ ზამთრის ოლიმპიადაში ჩვენი აი ყველაზე დიდი წარმატება რა ყოფილა ზამთრის ოლიმპიადაზე ჩვენი წარმატება იყო თქვა ნუ მონაწილეობა აკაძის ხო ნუ არა არა მედალი არა ყველაზე მაგლა ნუ ბოლო იყო გედევანიშვილის რომელიც გავიდა რომელ რაღაცა ათეულსაც არა ეს არ არის ხა ზამთრის სპორტის სახეობების სამწუხაროდ ჩვენი თქვა პრიორიტეტული ჩვენთვის წარმატებების თვალსაზრისით არასდროს არ ყოფილა და ხა აგერ იყო თქვენი სიუჟეტი და იქ თოვლის საერთოდ არ გამოჩენილა მაგეთი რა ქვია ხო იმას გარო თოვლის საერთოდ არ არის საქართველოში არის აგერ მე და ბაჩამ ერთმანეთი გავიზან ლიკანში თქვა როცა თოვში ჰოკეის თამაშობდი ჩვენ ახლა მაგრამ დაახლოებით აი ეს გუნდი რო წასულიყო რომელსაც მე და ბაჩა წარმოვადგენთ მაშინ იგივე შედეგი შეიძლება ქონოდა რაც თქვა სხვა შემთხვევაში მე ახლა ეს ვლაპარაკობ და სანამ ჩამოვიდოდით იყო თქვა რაღაცა მომენტები ხო როცა აი სტატიებს კითხულობდი თქვა მაგალითად იყო ესეთი წერილი ერთ-ერთი არ მინდა დასახელება ვიზე იყო საუბარი რომ სწრაფ დაშვება არის ესეთი სპორტის სახეობა ხო სათაური გეუბნება რომ სისტრაფეზეა იქ საიდან სწრაფად უნდა დაეშო ხო იქ რაღაცა ყინვა იყო თუ რაღაცა და მოკლედ მთელი ამ რაღაცა 60 მონაწილიდან 31-მა კი ესე მოიტეხა ზღა დაინტრა გზაში ეს არის ორ ჭიდი ქვია თუ რა ქვია კომბინაცია ჩვენი წარმომადგენელი მოვიდა ბოლომდე გამოვიდა როგორც ასე შეერთება სხვა ჩვენ რაღაც ან ორივე გამოიყენა არა ორივე მშვიდობით ხო არა პირველ იმაში რა ქვია აბსტრაქტობაში მაგრამ იქ აღწერილი იყო ჟურნალისტი წერდა ოლიმპიადიდან და ესეთი პასაჟი იყო იქ რომ ამან ძალიან ჭკვიანი რაღაც ხომ დაწერა კარგი ახლა მოვიდა და ახლა არაპირველად გზა და აი 30-ში თქვა თუ ვინც მოვიდა ბოლოს წინაზე ვიღაცა კიდევ არასად გამოვიდა მაგრამ ნუ ასევე მშვიდობი დაბრუნდა იმამდე მიაღწიან ფინიშამდე და იქ იყო ესეთი ფრაზა რომ ამანო ძალიან ჭკვიანურად ტაქტიკურად ჭკვიანურად იასპარეზო ტრასაზეო სისტრაფე მოთოკაო და სისტრაფესო მოთოკაო სწრაფ დაშვებაში ახლა ეს თუ არის თქვა შედეგი ამაზე თქვა შეიძლება ვილაპარაკოთ რომ ეს თქვა ამისთვის თუ მივიდიოთ მოვთოკოთ სწრაფ დაშვებაში ხიდებიანი დაბრუნების ხო ამიტომ არა ახლა მე არ მინდა ვაწყენინო ვიღაც მithumets საახალწლო გადაცემა გუდა აგერ გვიახლოვდება ახალი წელი ხო რაღაცა წუთები გრჩება ხო მაგრამ ზოგადად ზაფხულის ოლიმპიადა რო ყოფილიყო ეს მე არაერთხელ აღნიშნავს უფრო მეტად იქნებოდა თქვა საფიქრალი იმიტომ რომ იქ არსებობს თქვა თუნდაც რევანშის მომენტი რომ ჩახვიდე იმ ქვეყანაში რომელთან ცუდი ურთიერთობა გაქვს პოლიტიკური თქვა თუ რაღაცა დაზაბულობა და იქ ააჟღერო ქართული ჰიმნი აატრიალო დროშა და ამითი რაღაცა პირიქით დააფიქსირო თუმცა ამის მეტს ვერაფერს ვერ იზავ იმიტომ რომ მე მახსოვს ომის დროს როდესაც თქვა შავი სამკლაურებით გამოსვლა სცადეს ომის პერიოდში ჩინეთში ოლიმპიადა მიდიოდა მაშინ ეს ოლიმპიურმა კომიტეტმა ახლა ზოგადად ამას არ მიესალმებიან ხა განსაკუთრებული პროტესტი ხა მოდი ესეც ვთქვა პროტესტი როგორც ასეთი თქვა ეს დიდ შეჯიბრებებზე ხა რო გითხრა თუ განსაკუთრებულ სიამოვნებას იწვევს თქვა ორგანიზატორების და იქნება ეს ოლიმპიური კომიტეტი იქნება რომელი ორგანიზატორები დიდად ეს არ უხარეთ უბრალოდ იქ არის რაღაც რისკები ისეთი რომლებიც არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ სხვადასხვა დროს რომლებიც რამდენად თქვათ დაძლევადია მე არ ვიცი შეიძლება ჩვენ აღმოჩნდეთ ძალიან ბევრ სკანდალში განსაკუთრებით ახლა ის თემა რომელიც აქ განვიხილეთ ხო თუ რაღაცა ვახსენეთ ხო შემთხვევაში აი ოლიმპიური დროშით ასპარეზობა ის რაღაცას მაინც თავიდან აგეცილებდა როგორც კი იქ ჩადის ძალიან კარგია მისასალმებელია ის რომ
ოფიციალური დელეგაცია არ მიდის და ეს ესეც მიიღეს გადაწყვეტილება სულ რაღაცა. ხო, მაგრამ მიიღეს და მოდი ვთქვათ, რომ იცი რა, რახან მიიღეს პლუსსაც ნუ დაუკარგოთ. მგონი გერმანიის პრეზიდენტმა დაასწრო მაგ გადაწყვეტილების მიღება ოკუპირებული საქართველოს ხელისუფლებას. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად პირველებმა ამათმა ჩვენებმა განაცხადეს. მე ამერიკელებმა თქვეს, მე იყო ძალიან ბევრი კიდევ რაღაც სხვა არ მიდის, მაგრამ თუნდაც მე სპორტული დელეგაცია ხო ოლიმპიური კომიტეტის რო ჩავა, იქ მე რა სკანდალური სიტუაციის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ, ეს კაცმარიც, ანუ რაღაც რისკები არსებობს და მე არ ვიცი რამდენად ადეკვატურად შეძლებენ იქ ადამიანები, იმიტომ კი არა რომ მათში მეპარება რაღაცა ეჭვი. ეს არის სტრესული სიტუაცია, რაღაცა ფორს მაჟორი, რომლის დროსაც ვინ რა რეაქციას მიიღებს, რამდენად ადეკვატურად გაცემს პასუხს, ვთქვათ, ამა თუ იმ რაღაცა პროვოკაციას, რომლებიც და პროვოკაციებში რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ შეიძლება იქ ჩავიდეს, ვთქვათ, არ ოფიციალურად, რა თქმა უნდა, ოფიციალურად აღარ მიიღებს არავის და ოფიციალურ შეხვედრებშიც კი ვერ მიიღებენ ისინი მონაწილეობას, ვთქვათ, არათუ სპორტულ შეჯიბრებებში, მაგრამ რაღაცნაირად იქ აუცილებლად გამოიყენებენ. ჯერსით სოჩაშია და ორმეთშია იქიდან, ვთქვათ, აფხაზეთი, ხო, აუცილებლად იქნება აფხაზეთის წარმომადგენლები, იქნება აუცილებლად ოსეთის წარმომადგენლები. სადღაც მათი ხელმძღვანელობა შეიძლება იქნას მიწვეული. ხო, რაღაც რომელიღაც, ვთქვათ, იქ სახლებია, ხო, ყველგანში არის, ვთქვათ, იქნება აფხაზური სახლი. იქნება რუსულ სახლში ყოველ შემთხვევაში შეიძლება დროშა უკვე აღმართეს კიდევ რაღაც მომენტები შეიძლება იყოს, რომლებიც აუცილებლად გამოიწვევს რაღაც არასასიამოვნო, ვთქვათ, შედეგებს. ჩემი აზრით. ეს მე ვფიქრობ სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა სპორტსმენებმაც შეეძლოთ რასაკურველია თავიანთი მოქალაქეობრივი რაღაცა პოზიცია გამოიმჟღავნებინათ და ითქვათ, რომ ჩვენ მზად ვართ ოლიმპიური დროშის ქვეშ ვიასპარეზოთ, თუმცა მე მაინც მინდა რომ 2014 წელს მათ წარმატება უსურვო, რამდენიც ეს შესაძლებელია, რადგან მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თუმცა მე მათ ადგილას ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, მაგრამ ნუ თუ შეიძლება უბრალოდ და მე ცოტა უფრო კაცრი პოზიცია მაქვს, მე სწორედ მიფიქრე ამ ზაფხულის ოლიმპიადა რაც სახსენა მიძინავ და სწორედ ამიტომაც რო არ იყო სპეკულირება იმაზე, რომ იქ შანსები გვაქვს და აქ შანსი საერთოდ არ აქვს. ეს ზაფხულის ოლიმპიადაც რო ყოფილიყო, ჩემთვის საკითხი ის, რომ ეს არის ქვეყანა, რომელთან შენ გაქვს დღესაც და კი არ ქონდა გაქვს დღესაც საომარი ურთიერთობა, არც ზაფხულის ოლიმპიადაზე არ უნდა წასულიყო. ვიცი, რომ შეიძლება ეს მოგეჩვენოთ ძალიან რადიკალური განცხადება, მაგრამ ის იმდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია მე პირველი საკითხი, რომ ეს არის შენი მტერი და ამის გაცნობიერება, რომ დანარჩენი და ლაპარაკი იმაზე, რომ სპორტი და პოლიტიკა ძალიან დიდი ხანია ერთმანეთში არეულია, ყველა სპორტის სახეობა არის როგორც ბიზნესი, ასევე პოლიტიკა, ასევე ეკონომიკა და ყველაფერი. ამიტომ ეს ცოტა თავის გამოძრომა ხდება ხოლმე, როცა თქვათ რაღაცა იქ მხატვრობა არ არის, ის არ არის, ეს ყველაფერი შეიძლება გამორიცხო რაღაცებიდან და გაათეთრო, როცა მოგინდება. მე მგონია, რომ ნუ ეს ყველაზე პოპულარული, თქვათ, გამართლება, გაправება, რაც ყველაზე ეს არის ის, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავრიოთ. რეალურად სულ ესეა, სპორტიც, კულტურაც, ყველაფერი, ანუ პოლიტიკა ხო არ არის, ფართო გაგებით პოლიტიკა, გაცილებით უფრო დიდია. ოლიმპიადის ჩატარება. პირადად, ეს არის მისი პროექტი, ხო თუ ვინმე სხვანაირად გონია, არ ვიცი. მან ჩავიდა იმაში, გვატემალაში იყო ხო თუ არ ვწდები? დახარჯა უზარმაზარი თავისი პირადი რესურსი და მოაგებინა ქვეყანას და დღესაც ყოველ დღე არის სოჩში, არ გამოდის იქიდან. ჩემპიონატის არა მარტო ჩემპიონატის ყოლა ხო. თუმცა იქ კაცმარეც ყატარზეც და არა მარტო რუსეთს, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ხა. მოკლედ, რადგან ახალი წელი გვიახლოვდება, წარმატება გვინდა უსურვო მაინც ჩვენ სპორტსმენებს, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მე მათ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათ ადგილას მე თუ ვიასპარეზებდი მხოლოდ ოლიმპიური დროშის ქვეშ და არა საქართველოს დროშის ქვეშ იმ ქვეყანაში, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, მაგრამ ახალი წელი მოდის, კი არა თუ უკვე თითქმის მოვიდა, აი დაახლოებით რაღაც 30 წამში უკვე ახალი წელი დგება, მინდა რომ მოგილოცოთ ყველას და გისურვოთ რომ 2014 წელი იყოს გაცილებით უფრო უკეთესი ვიდრე 2013 და ჩვენ ბუნებრივია ისევ დაუბრუნდებით ჩვენ დისკუსიას აბა მიულოცავ მაყურებელს, არ ვიცი, აი ეგ არიან ალბათ ამ კამერაში, თქვენც თითოეულ აქ დამსწრე ადამიანს და რა ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ ეს წელი იქნება თითოეული ადამიანისათვის საკუთარი თავის რეალიზების და საკუთარი თავისუფლების და ნების რეალიზების საუკეთესო სივრცე და დრო.
ახალწელს გილოცავ და ახალწელს ახალს გილოცავ პანჯრებიდან რომელი ერთიდან უდარდო ვიცინე არ გვამთხოვს სიცივე ვამზადებთ საცივებს გასულ წლიდან მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისს. რამოდენიმე წუთში გავაცილებ ძველს და შევეგებებით ახალ. იმედებით, სიხარულით, წარმატებით, წინსვლითა და გამარჯვებებით სავსე წელიწადს. დამდეგი ახალი წელი ყოფილიყოს მოწინავე ახალგაზრდების, ჩვენი პატივსაცემი და სასიხადულო ერის შვილებისთვის საუკეთესო. ამხანაგებო წელს თავი გამოიჩინეს ჩვენმა მეჩაიებმა, მე ვენახე, მე ციტრუსე, ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს შრომით ფერხულში ჩაბა, მუხლ ჩაუხრელად მუშაობდნენ ბახსა თუ ვენახებში, პოსტებსა თუ ხანებში, დაზგებთან, ჩარხებთან, არც სპორტსმენებს შეურცხვენიათ თან, მრავალი ჯილდო და სიგელია ჩვენს ანგარიშზე. მაშ კიდევ ერთხელ გილოცავთ ამხანაგებო ახალი ხუთწლების დადგენას. მიზანი თვალნათელია 5 წლები 3 წელიწადში. მეც გილოცავთ ყველას, ეს წელი ყოფილიყოს ღიმილის წელი საქართველოში, ყველამ გაუღიმოთ, რაც შეიძლება მეტი ერთმანეთს. გილოცავ პირველ რიგში ტელევიზია ტაბულას, რომელსაც ეს არის პირველი ახალი წელია, ჩვენთვის კი ნამდვილად ესეა. და ნახოთ ჩვენს მაყურებელს, გულშემატკივრებს, სპორტსმენებს, რახან ამ თემაზე ვლაპარაკობთ, შეიძლება საქართველოს, საერთოდ მსოფლიოს ალბათ, ბევრი მეგობარი ჩვენი დღეს შეიძლება ვიყურებს სპორტსმენებს სხვაფერნა. ყველას ულოცავ ამდენ ახალ წელს და ბედნიერების მომტანი ყოფილიყო. ეხლა ცოტა მე დეჟავისავით მაქვს, იმიტომ რომ თავისუფლად შეიძლება რომ ეს ყველაფერი მოხდარიყო ჩემთან სახლში, თქვენ გელაპარაკეთ ფეხბურთზე, გაუთავებლად და მე ისევ მჯდარიყავი, ჩალენჯელობა მქონოდა რომ ჩართულიყავი დისკუსიაში, მოკეთ მიულოცავ ტაბულას მაყურებელს ახალწელს, სრულიად საქართველოს ულოცავ ახალწელს, უსურვებ წინსვლას, მასაკურებელი რომ მე შეიძლება ბევრი რამე არ მომწონდეს დღეს რაც საქართველოში ხდება, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, მე ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და მხოლოდ საუკეთესოს უსურვებ მას და ამ ქვეყანაში მაცხოვრებელ ხალხს და ბუნებრივია შევეცდები რომ მომავალი წელი ისე წავიდეს როგორც ჩვენ გაგვიხარდება. მოკლედ გილოცავთ ახალ წელს და საუკეთესოს გისურვებთ. მივაჭახუნოთ. საქართველოს დედაქალაქის თავზე გამოვიდა თქვენთან. ჩვენ საპარლამენტო დედაქალაქის თავზე გამოვიდა. მივწდები კი ბატონო. სურვილი იყოს. მოგეთ ისევ სპორტს და 2013 წელს დაუბრუნდეთ და თუნდაც 2014 წლის სურვილებზე ვისაუბროთ. კოზირ დათო შენთვის და სურვილი, თავარი სურვილი არის რომ როგორმე აღმოჩნდე აბა გამოიცანით 12 ივლისს ვიყო რიოში და მოედანზე იყვენ ყვითელ ფორმიანი ფეხბურთელები და ცისფერ ზოლიანი და ისე დამთავრდეს ეგ ამბავი როგორც 50 თავდება. ეს არგენტინა ბრაზილიის საერთოდ ეს ცოტა რასაგიჟეთია რა ეს რომ უცხო ქვეყნის გულშემატკივრები ხართ აი ესე ჩემი აზრით ცოტა ავადმყოფობას სამწუხაროდ ძალიან მარტივია. იმიტომ რომ ჯერ ერთი მაშინ როცა ვიწყებდით გულშემატკივრობას და ვირჩევდით თქვა ვიღაც არგენტინას, ვიღაც ბრაზილიას, ну გამონობის მიხედვით თქვა ან ინგლისს ან რომელიღაც სხვა არგენტინა და მეც ახლა ოჯახური ინტერესებიდან გამომდინარე მოდი არგენტინა. ხო, ისე მაშინ ქვეყანა არ არსებობდა, ხო, თალკე საქართველოს სახელით თქვა სპარტაკიადას თუ გამოვიდოდა ნაკრები და იყო ასეთ შემთხვევები. და რუსეთთან წავაგეთ 60 წელს, ხო, რომელიც გვეზიზღებოდა ყველა. გარდა ამისა, თუმცა მაშინ ფეხბურთი თქვა, ხო, იყო გამოვლინება აი რაღაცა ეროვნული ღირებულებების თუ რაღაც, იმიტომ რომ ჩვენ
მხოლოდ სტადიონზე შეგვეძლო, მაშინ სტადიონზე დაიწყო ეროვნული მოძრაობა. ხო, ეგრე იყო რა. მაგრამ მაშინ სხვა იყო, იცი რა, ჩვენ მაშინ ფეხბურთი შეგვიყვარდა არა არგენტინის და ბრაზილიის გამო, შეგვიყვარდა იმის გამო, რომ ჩვენ ყავდა გუნდი. არა ნაკრები, მაგრამ გუნდი დინამო, რომელიც მაშინ ასოცირდებოდა და ის ვიყავი მე, როდესაც ეს მახსოვს ეს გამეღვიძა ღამე, აი სახში პანიკისგან, ესენი რომ ჩამოდიოდნენ ქუჩაში რა ხდებოდა, ეს ფოტოგრაფიულად მახსოვს ქუჩაში რა ხდებოდა. 91 წელს გულს. 91 წელს. კი რა, 6 წლის ვიყავ. 6 წლის იყავი და ესე იგი 1 წლის იქნებოდი მაშინ შესაბამისად თუ რამდენი გამოდის თქვა 66-ში 1 იქნებოდი, როცა ერევნის არარაც მოუგეთ მოსკოვში თასის ფინალი 3-0 და ვთქვათ მაშინ მე პირველად ვნახე, იმიტომ რომ 64-ში მეც დაახლოებით როცა პირველი დიდი წარმატება იყო ქართული ფეხბურთისა ტაშკენტში მოიგეს ვთქვათ დინამოელებმა, მაშინ მე არ ვიცი რა ხდებოდა, იმიტომ რომ არ მახსოვს ახლა ესე და 66-ში პირველად ვნახე ამდენი ხალხი ქუჩაში, რაღაც ჩირაღდნებით და ერთიანი რაღაც იდეით ის გარშემო ვთქვათ გაერთიანებული და მაშინ როცა ყველას ერთმანეთი უყვარდა და არ იყო ორი აზრი არ არსებობდა რა, ანუ იყო სრული ერთიანობა, ყველა იყო ქუჩაში, ყველა ზეიმობდა და ყველა იყო ბედნიერი და გახარებული. სპორტს ეს არის რა. აერთიანებს ადამიანებს და რაღაცა ერთიან. აი, როცა სხვა გუნდის გულშემატკივრობაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ესეთ ერთი სასაცილო ისტორია მაქვს, 2009 წელს იყო, მე მგონი არ მეშლება, ომის შემდეგ, ყველა შემთხვევაში ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და საშიშროება გაჩნდა, რომ ლათინურ ამერიკაში შეიძლება ვთქვათ რაღაც აღიარების ტალღა წასულიყო, საქართველოს ხელისუფლებამ აქტიური მუშაობა დაიწყო ლათინური ამერიკის მიმართულებით და ჩემი ქმარი, რომელიც ბიძინა შენი თანამოაზრეა და ანგერ ირაკლის თანამოაზრეა არგენტინის, სრულად მე თუ მკითხავ, სრულად შეშლილი. ეს არ მგონია, ჯანმრთელი მოვლენა არ მგონია. ჯანსაღი საერთოდ არ მგონია, მაგ საკითხთან მიმართებით. და წავიდა არგენტინაში, ოღონდ ხანგრძლივი მგზავრობა, ვიფრენეთ თბილისი, მიუნხენი, ფრანკფურტი, ბუენოს-აირესი, მარტო ფრანკფურტი, ბუენოს-აირესი არის 14 საათი. თან ეს ეკონომ კლასში 5 კაცთან ერთად ვჭდომ, ჯოჯოხეთი იყო, მაგრამ ღირდა რა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ქალაქია, აი უმაგრესი ქალაქია. ხო, 4 დღე ვიყავი ჩასულები, წარმოგიდგენია 4 დღე ჩადიხარ. რომლის 25 საათი მეფრინავდა, უკან მოფრინავდა. იქიდან მკითხე, პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო საქართველოსდან და იქ ვიზიტის ორგანიზატორებმა არგენტინაში უკითხავთ ყოველ შემთხვევაში გიგასთვის, რომ ღირსშესანიშნავი ადგილები, აი რაღაცა რა გინდა და ამან თქვა, რომ მე მინდა ფეხბურთზე სასტრაფოდ მინდა ბომბონერაზე მოხვედრა, ანუ ისინი შესთავაზებდნენ თუ არა, ჩვენი ალბათ მაინც მომხვდებოდით ჩვენი ხარჯებით, მაგრამ რადგან მასპინძელი სახელმწიფო გთავაზობდა, ეს უთხრა და მართლა ჩავფრინდით, შაბათი იყო და დაგხვდა გიგას, თქვა კოლეგა არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან და აი ეს კაცი რომ მე მელაპარაკებოდა, აი დაახლოებით რომ წარმოიდგინო საქართველოს მისთვის რა არის, რომ ვეუბნებოდი რომ აი საქართველოს რაღაცა ისეს მითხრა რომ კიო მე ნამყოფი ვარ ევროპაშიო. აი დაახლოებით ეს ანუ აღმოსავლეთ ევროპაში არა. მე ნამყოფი ვარ ევროპაშიო, მითხრა ჩემს ვიცი. საიდან ხარ? კი და მოგედან გითხრა რომ მოკლედ ხვალ 4 საათზე გამოგივლით და ბილეთები აი აქ არის და მიყვავხართ ორივენი სტადიონზე. ნუ გავედით ახლა 4 საათზე ამ კაცს უნდა მოეკითხა და ეს რა ქვია და გიგას არ მივაქცე ყურადღება ხა რა სიცნებს თუ რა არ ვიცი რა გავედით ახლა ეს სასტუმროში და მოგვაკითხა არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მანქანამ გადმოვიდა შარვალ კოსტუმში ჩაცმული კაცი და უცებ ხვდები რომ რაღაცა მზერას გავაყოლე თვალინ გიგას უყურებს გაშტერებული. გიგა თუ არ გამოწყობილი არგენტინის ნაკრების სამარჯიშო ფორმები. ოღონდ ეს აცვია ხოლმე და ამიტომ მე არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ ის კაცი გამოშტერდა. არასოდეს არ ვაღიარებო. არასოდეს მე აცი ვიქრო. არგენტინა რა კაცვიაო ესო და ამდა მე ნუ სტადიონზე მივედი ბომბონერა
ბობენეროზე ვიყავით, ბოკა უნივერსიტეტში თამაშებოდა ლაპლატა, ლაპლაია თუ ლაპლა. ხო, დამშობა 6-1 დამთავრდა თამაში. ეს იყო რაღაცა ეგეთ რამე მესაზე რომ მინდის ხალხი თუ არ ვიცი, ოჯახებით და მსგავსი მოვლენა მე არ მინახავს. იქ ნეტო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ჩვენ გვაღიარა. კი, ეგრე არის. პირველი და არგენტინა. მაშინ 18 წელში პირველმა გვაღიარა და ეხლაც პირველმა. და მოკეთ აი ეს მთელი და ყველაზე ეს რაც არის ბოკა უგებდა 6-1. ნუ ანუ რაც მე ვთქვა აქაც მივლია სტადიონზე, მივლია მიგულშემატკივრია და ანუ 6-1 რო აგებს გუნდი ახლა ჩვენ შემთხვევაში რა ხდება ხოლმე ხო? და იცლება სტადიონი იცლება ჩაულებრივად იგინებიანს და ბოლომდე აი წაგებული გუნდის ლაპლატა ერქვა თუ აღარ მახსოვს რა მოკლედ ხო? და ბოლომდე და ის ხელსაქმნებენ რაღაცნაირად ესეთ განან და მღერიან და თან ეს არ არის კაცების სპორტი ან რაღაც ესე ჩვენთან რაც არის რომ ძირითადად კაცები არიან. კაცები, ქალები, ბავშვები, ნუ არ ვიცი, ჩემთვის არ ჩვენთანაც ეს დადიოდნენ. ქალებიც დადიოდნენ და ბავშვებიც დადიოდნენ. კარგი დრო როცა იყო, რომელზეც ჩვენ საუბრობთ. ეხლა დღეს კაცები კი არა, ფეხბურთელები არ მედიან თამაშზე. თვითონ დღეს თამაშობენ. ნუ კარგი დრო ალბათ გუნდის, ანუ თბილისის დინამო როცა თამაშობს. ფეხბურთის ხარისხის თვალსაზრისით ლაპარაკობ რა თქმა უნდა. ხო, ნახეთ ფეხბურთმა როგორ ჩაგვიტრია რა, აი სხვა სპორტებთან ბოდიში ძალიან გულშემატკივრობ ყველას, მით უმეტეს ქართველები როცა მონაწილეობენ სადმე რამეში, მაგრამ ფეხბურთი მაინც რაღაც და აი რატო ხდება ეს ახლა ჩემთვის მაგალითად კალათბურთი ბევრად სასიამოვნო ჩოგბურთი დინამიურია უფრო ანუ არ მწყინდა ფეხბურთი უფრო მწყინდება ნუ აი დიდი ხანი შენს ხასიათზე მეტყველებს სხვათა შორის შეიძლება მან და ასე ვთქვათ ფსიქოანალიტიკური წიაღსვლების გაკეთება მოდი ახლა არ გავაკეთებ არ საჭირო და ზოგადად ასე ვთქვათ ყველა სპორტს და მათ შორის ფეხბურთში თავისთავად თუნდაც აი არგენტინაზე რო ვლაპარაკობთ ან ბრაზილიაზე ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე დიდ საფეხბურთო ქვეყანაზე მათ აქვთ თავისი ფილოსოფია არა მარტო უბრალოდ ფეხბურთის რომელიც არის ასე ვთქვათ როგორც ამ კონკრეტული კულტურის გამოხატულება ასე ვთქვათ აზრის კოლექტიურად მოქმედების უნარების უამრავი რაღაცის დანახვა შეიძლება და ძირები ასე ვთქვათ აქვს ძალიან ღრმად ადამიანის ბუნებაში ელემენტარულად რო წარმოვიდგინოთ ფეხბურთი არის სპორტი რომელიც არის ერთ-ერთი პირველი სპორტი ელემენტარულად იმიტომ რომ დედამიწაზე არის ჩინელებმა მოიგონეს არა დედამიწაზე არის გრავიტაცია წარმოვიდგინეთ ყველა კულტურაში არის ფეხბურთის მსგავსი სპორტი ნებისმიერი ნივთი რომელიც ხელში გიჭირავს რომ გაუშვებ დაბლა ვარდება სადღაც შენ იმისი აღება აუცილებლად გეზარება და იწყებ მის ფეხით თამაშს ერთადერთი სპორტია სათამაშო რომელსაც ფეხით თამაშობა მარტივად არის დანარჩენი სპორტები არის გრავიტაციის დაძლევაზე და ეს არის აი როგორი უნივერსალიზმია, იცი ნებისმიერი ფორმის, ზომის ადამიანს შეიძლება. როგორ მინდა აყვე ხა მოაწყეში და ძალიან ერთი სპორტის სახეობა, რომელსაც ამბობენ რომ რომელიღაც ქვეყანა, თქვა ბრაზილიაზე, არგენტინაზე, ბევრზე გამიგონია, ეს არის რელიგია. ფეხბურთი არის რელიგია. არც ერთ სხვა სპორტის სახეობაზე მსგავსი, ახლა მე იმის კარგი ლაპარაკობ, ეს მართალია, ტველი, ამაზე შეიძლება ბევრი ვიდეო აქვს, მაგრამ აი ესეთი სენტენცია მე არაფერზე არ გამიგია. რატომღაც არ მეკუს, იმიტომ რომ მე ამას ყოველ დღე უყურებ, რომ ეს არის რელიგია. მინდა რელიგია, მაგრამ ფეხბურთს აქვს ერთი ესეთი თვისება. სხვა სპორტის სახეობებს, მაგრამ ფეხბურთს განსაკუთრებით. ყურებასთან ერთად და ხანდახან ყურებაზე მეტად მნიშვნელოვანია აი ეს რაც ახლა ხდება, ლაპარაკი მის გარშემო. ეს არის ყველაზე სერიოზული შემოქმედება. ხანდახან არის შეიძლება აღარც უყურო იმას იქ რაც ხდება, მაგრამ ეს გაზიარების და ლაქლაქის და ჭორაობის ოღონდ აი ამ მიმართულებით ეს არის რაღაცა სერიოზული აი ხოდა შეიძლება ტელევიზია რადგან არის აქ ვიტყვი რომ მიუხედავად იმისა რომ ფეხბურთი არის ძალიან პოპულარული ყველა ტელევიზია მიცის რომ ის არ არის ძალიან რეიტინგული რაც არის გასაკვირი იმიტომ რომ ის არ წერს ისეთ რეიტინგს თქვათ როგორც რაღაცა შოუები და ყველას უყვირს ხო იმიტომ რომ რატო მთელი სოფლიო უყურებს ერთ-ერთი ახსნა ისაა რომ ეს არის კოლექტიურად ყურებადი სპორტი. ანუ ეს კი არა 30 ტელევიზორი კი არა ჩართული. ჩემი მეორე 50 კაცი. ან მიდიან პაპში და უყურებენ ან ერთად იკრიბებიან. ეს არის ერთად. ეს ახ მე სახში ანუ უშუალოდ ჩემი მეორე ნახევარი არის ესეთი საუკეთესო ნახევარი როგორც სიტყვიან ხოლმე მანიაკია, მაგრამ არანაკლებ მანიაკი მყავს მამა ჩემი სახით, რომელიც სულ მარტო უყურებს ფეხბურთს, უნდა რომ ესე მარტო კონცენტრირებულად თვითონ და ფეხბურთი არის პროფესიონალური ყურება. ხო და რაღაცებს თანაც თორია მე ეს
ეს რაღაცა ეთიკა ხო არსებობს, რომ თქვათ აი მამა ჩემი არის, ბაჩასი არ იყოს თქვათ ინგლისის გულშემატკივარი, კონკრეტულად რომელი ბუნდის აი არ ვიცი და მანჩესტერი იქნება, ლივერპული იქნება. ხო, ნუ ვიცი რომ ჩელსი არ არის, იმიტომ რომ ერთხელ ვიკითხე და მითხრა როგორ შეიძლება აბრამოვიჩის გულშემატკივრობდე, ეგ როგორ დააუშვი ესე მითხრა, მაგრამ და თქვათ ხო რაღაცა ეთიკა არსებობს, რომ აი ადამიანი რო წააგებს, თქვათ აი არგენტინა რო წააგებს, მაგალითად მამა ჩემი არ ურეკავს ხოლმე იმ მომენტში, მაგრამ მე მირეკავს. რომ მითხრას რომ და ეს რაღაცა გამტარი ხდები ხოლმე, ადარეკა, მამა ჩემი დარეკა, ხო, უკვე თუ რაღაცა. აი ეს რაღაცა ეთიკა მუშაობს, კიდე რაღაცა გაურკვეველი, რომელიც სულიერ გაუგებარი. და მე პასუხის გაცემა ეს მთელი რიტუალები არის. აი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ხდება ეს არის, რაც დათომ ახსენა, სოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ ნახევარი წელი ახლა არის დათმობილი იმისთვის, რომ განვიხილოთ იმის დამეხოთ რა წარმოდგენებს რა იქნება იქ. ხო არ ვიცით რა იქნება, მაგრამ აი ვილაპარაკებთ, შევასწრებით ერთმანეთს, განვიხილავთ ყველა ვარიანტს. მე მეორე დღეს შეიძლება ისევ იგივეზე ვილაპარაკოთ და 5 დღეს მერე კიდე, მაგრამ რაღაცა ეს არის შემიძლია. საინტერესო ის არის, რომ ფეხბურთი იძლევა საშუალებას, როგორც ღრმა ინტელექტუალური კამათი და მსჯელობა აწარმოო მის გარშემო. ასევე ძალიან უბრალო, აი ძალიან დაბალ დონეზეც განიხილო მიმდინარე ან გონიარო მაგარია მაგაში. ყველაზე გონიარო მაგრები. ალბათ ტაბულა ყველაზე უცნაური ტელევიზია ამ კუთხით, იმიტომ რომ ახალი წელი დადგა, ალბათ ყველგან არის ბრავალჟამიერი, ჭიქები, ჭახური, ცეკვა თამაში და მე ამ დროს რომელსაც არაფერი გამაგება. მიმყავს გადაცემა, სადაც პროგრესული წინასწარი ფეხბურთზე რაღაც სურეალისტური ეს მგონია. არა, იცი რა, მე არაფერი არ მithქავს, ახლა აგერ ბიჭებმა შეაფასეს შარშანდელი წელი და ჩემთვის მაგალითად ხო ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა შარშან. რა თქმა უნდა, მე ძალიან გულშემატკივრებდი ძუდოისტებს და GMG-ს და ჩვენ გადავცემდით ამ ორივე ტურნირს და ორმაგად გახარებული ვიყავი ამითი. მორაგბეების მატჩზე ვიყავი და კიდე ერთხელ მინდა მივიდოც, იმიტომ რომ ესეთი რაღაც მართლა არავის არ გაუკეთებია, რაც ამას დამარცხებით თქვათ ჩვენებმა რა შედეგიც დადეს, მაგრამ ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო წილის ყრა, ეს ანუ არასპორტ აბსოლუტურად არასპორტული სანახაობა, ანუ ვიღაც კაცი ბურთებს იღებდა და არგენტინას ვიცი რომ აი ახლა კარგი მაგას ვაპარაკობ. ანუ ამას ანუ ეს არის იმხელა მოვლენა, რომელიც 20 წელიწადში ერთხელ იმართება, ხო, რომელზეც არის მთელი მსოფლიო ჩერდება, არაფერი არ ხდება იმ დროს, კლებულობს კრიმინალი, იმიტომ რომ ყველა კრიმინალი ვინც უნდა გაქურდოს და ვინც უნდა გაიქურდოს ერთად ხედან რაღაცა ტელევიზორთან, რომელიღაც პაბში და უყურებენ ფეხბურთს. ყველა სამხრეთულ ქვეყანაში განსაკუთრებით ხო არის საქართველოს რა ვიყო, საქართველოში რა ნებისმიერი კაცი ვინც უნდა გააჩერო, გეტყვის რომ თვითონ უნდა იყოს პრეზიდენტი, უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და ნუ კიდე რაღაცა მესა და თამადა თქვა თან რაღაცა ხო. ანუ ამ სამი რაღაციდან ერთ-ერთი არის ყოველთვის თუ შეიძლება ერთი კონდეს არ უნდა პრეზიდენტობა და თამადობა და მაგრამ მწვრთნელობა ნაკრების აუცილებლად ყველას უნდა კი არა თulis რომ შეუძლია განაცხადის გულში მაინც იცის რომ ამას რომ ეხა ამა ისინი აზარ ამა რა იცის მე ვიცი და ხედავთ იმისა რომ თავისნებით არც ერთი მწვრთნელი არ წასულა მეგონი იმიტომ რომ მინწავა არა, ესეც გამოსარჩევია ეს პროცესი მთლიანად 2013-ში რაც მოხდა, ეს ნაკრებთან დაკავშირებული. ეს ხო სერიალივით არის 4 წელიწადში, 3 წელიწადში ერთხელ იწყებს დუღილს და აი ეს მთელი ნაგავი რაც მოხდა, ხო, აი ეს ფეხბურთელების აჯანყება, კეცფაიას რაღაც პრესკონფერენციები და ჯირყვნა იმ სპორტული ჟურნალისტების, ხო, ეს ძალიან უსიამოვნო ის იყო, აი წამოდუღდა და გამოჩნდა ის რო ჩვენ პერსპექტივა არ გვაქვს ფეხბურთში სამწუხაროდ. თუმცა იცი რა არის, ეგეც მაჩვენებელია ისევ იმისი, რომ სპორტის ნომერ 1 სახეობა არის ფეხბურთი. აბა თქვენ გინახიათ რომელიმე სპორტის რომელიმე ნაკრების მწვრთნელს საერთოდ იმ ეძახდეს ტელევიზიაში და კიდე დისკუსიას მართლობდეს, უნდა იყოს ის თუ არ უნდა იყოს. რატო აი კალათბურთის მას ჩვენ ვეძახით ხოლმე? თქვენ ვეძახით არ გეუბნები, მე ეს ფედერაციის ეს არის თქვა, მაგრამ აი ნაკრების მწვრთნელი ვინ იქნება, ან უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს, შეცდა არ შეცდა, ამის
მე თან მასშტაბზე ვლაპარაკობ. შეიძლება თქვენ ერთმა თქვენ მატერიალზე დაუძახოს რაღაცას და ყველა ტელევიზია რო ამითია დაინტერესებული ყველა გაზეთი რო ამაზე წელს. კი არა, ეგრე არის ნამდვილად ჩემი თვალითაც კი ეგრე ჩანს, რომელიც არც ვადევნებ წესიერად თვალყოს. ამითი მე ეს ბლოკი უნდა დავასრულო. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყავით. კიდევ ერთხელ მივულოთ სამაყურებელს ახალწელს, თქვენს გილოცავ საუკეთესო სურვილებით, რასაკვირველია და დაგიბრუნდებით, არ გადართოთ კოზირას საუკეთესო კოზირას მძიმე კაცის საუკეთესო მომენტებით დავბრუნდებით და კიდევ დამატებით სტუმრებით, რომლებიც უკვე აქ არიან და ცოტა ხანში შემოვლენ ჩვენთან სტუდიაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იყავით ჩვენთან.